კარგი ბალანსი ველოსიპედში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ეს ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარება და დღეს მოგიყვები რაში გადგება ზოგადად ბალანსი. დავიწყოთ. პირველ რიგში ბალანსი გეხმარება კრიტიკულ სიტუაციაში, რომ მოასწროს სწორი რეაგირება. მაგალითად, მანქანამ გადმოგიჭრათ, ან ძაღლმა გადაგირბინათ, ან ბავშვმა გაჩერების დროს თქვენ რო არ წაიქცეთ და სწორად გაგდოთ რეაგირება. ძალიან საყოველებია. ბალანსი ყველაზე კარგად გეხმარება კიდევ მთაში, იმისთვის რომ სწორი ლაინი, სწორი გზა შეარჩიო. ამისთვის წამის მესედია საჭირო, მაგრამ ამ წამის მესედში ნაგვახერხო გაჩერება, შენად დაცვა. არსებობს ორნაირი ბალანსი. ფეხზე დგომით შეგიძლიათ დაიცვათ ბალანსი და მჯდომარე პოზიციაში. ორივენაირად უნდა გაიმჯობესოთ ეს უნარი. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, როგორ უნდა შენარჩუნოთ ბალანსი. ფეხები უნდა გქონდეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. იმისთვის რომ შეძლოთ ფეხების მოძრაობას და ბალანსის დაცვას. სხვა შემთხვევაში ერთი ფეხი თუ არის ქვემოთ, იმ მხარეს გადაეხრებით უფრო მეტად, რაც არ იქნება კარგი. დაახლოებით ეს. საჭი გაქვთ მუხრილი მდგომარეობაში. შეგიძლიათ შემდეგ ვიმუშაოთ ხელის გაშვებაზე. როგორ უნდა გაუმჯობესოთ ბალანსი? ამისთვის შემდეგ ვიდეოს უნდა დაელოდოთ. იმისთვის რომ ბალანსი შეისწავლოთ, არ გჭირდებათ ამისთვის სპეციალური ადგილი. უბრალოდ ეზოში, ძალიან ჩვეულებრივი ჩაცმით, შეგიძლიათ სცადოთ და ისწავლოთ.